გამარჯობათ. ერთი ვიდეო ჩამივარდა სომხეთში გადაღებული ვიდეო, რომელიც დევს YouTube-ზე და აქაც დავდებ კომენტარებში და უყურეთ. ის ორი ნაწილისგან შედგება და ქვია არმიანსკი პახოდ სტალინა. ანუ სტალინის სომხური ლაშქრობა. საქმე ეხება 1945 წელს, ანუ ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც სტალინს ჰქონდა უკმაყოფილება იმ საზღვრებზე, რომლებიც თურქეთთან იყო იმ დრომდე. ანუ სტალინი თვლიდა, რომ 20-იან წლებში ეს საზღვრები არასწორად იქნა დახაზული და ის უნდა გადაიხედოს. და როგორც თვითონ ამ ვიდეოში ჩანს, დასავლეთიც არ იყო თვალწინააღმდეგი. ჩერჩილმა უთხრა სტალინს, რომ ის აირჩია ან პოლონეთი აირჩია, ან თურქეთიო რა. ან პოლონეთის მიწები, ან თურქეთის მიწები. და რასაკვირველია, დაიწყო რუკების შედგენა. საქმე ისე მიდიოდა, რომ პირველი მდივნებიც კი დანიშნეს თურქეთის ქალაქებში. ეს პროცესი გადმოედო საქართველოსაც, რასაკვირველია, მოგეხსენებათ, საქართველოსაც აქვს პრეტენზია თურქეთის ტერიტორიაზე. იქ არის ჩვენი ტაო-კლარჯეთი. მაგრამ სომხების მიერ წარდგენილ რუკებზე და ქართველების მიერ წარდგენილ რუკებზე იყო შეუსაბამობა, რადგანაც ერთი ოლქი არდაგანის, იგივე არტაანის ქართულად მათაც ჰქონდათ თავის რუკებში შეტანილი და ქართველებსაც ჰქონდათ თავის რუკებში შეტანილი. და ეს რასაკვირველია, იწვევდა დიდ გაუგებრობას და დაპირისპირებას სომხებსა და ქართველებს შორის, სომეხ მეცნიერებსა და ქართულ მეცნიერებს შორის, რადგან მაშინ ეს ჯერ კიდევ ხალხამდე არ იყო ეს ამბავი მისული, დარწმუნებული ვარ, ეს ჯერ იხილებოდა თანამდებობის პირებში და ისტორიკოსებში. ვიდეო გაჯერებულია ანტისტალინური პროპაგანდით, ყველაფერ ცუდს, რასაკვირველია, სტალინს აბრალებენ, მაგრამ არავინ არ ამბობს იმაზე, რამეს რომ თვითონ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თვითონ ვერ შეძლეს და ვერ მონახეს თავის თავში იმდენი ძალა, რომ ერთ მრგვალ მაგიდას დამსხდარიყვნენ და ეს რუკები შეეჯერებინათ და როგორმე მისულიყვნენ რაღაც შეთანხმებამდე, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ სტალინის მდგომარეობა. სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა დიდი სამამულო ომი. ქართველებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც ერთად ებრძოდნენ ერთ საერთო მტერს და უცებ აი აქ უკვე ვერ თანხვდებიან. და ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ არეულობას და მე ვამართლებ სტალინს მის გადაწყვეტილებაში, რომ მან საერთოდ შეაჩერა ეს საკითხი და გადაერთო პოლონეთზე. და თვითონ ამ ვიდეოშიც მიკოიანის შვილი ამბობს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, ანუ მიკოიანი თვითონ ამბობს, რომ უკვე საუბარი იყო რაღაც კონკრეტიკაზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაუგებარი მიზეზების გამო სტალინმა ამ ყველაფერზე უარი თქვა. აქ თითქოს საუბარი იყო ატომური იარაღზედაც, რაღაც ვითომ რადგანაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოსცადა ატომური იარაღი, მაგრამ ნუ და გავიწყდებათ, რომ უკვე შეთანხმება მიღწეული იყო, რომ საბჭოთა კავშირს უნდა აერჩია ან პოლონეთი, ან თურქეთი და ირანი. ან ევროპაში მიწები და საზღვრების გადაწევა, ან სამხრეთით საზღვრების გადაწევა. და დარწმუნებული ვარ რატომღაც, არ ვიცი, რომ ზუსტად აი ჩვენი ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების შეუთანხმებლობამ გამოიწვია ის, რომ საზღვარი არ გადაისინჯა და დარჩა ისე როგორც იყო.